გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს დირექტორმა დღეს ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. Როგორც აღინიშნა, მემორანდუმის მიზანია პრევენციისა და მზაობის სისტემის გაძლიერებასვე საქართველოში კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობის განხორციელება. Როგორც მინისტრმა ხათუნა გოგოლაძემ განაცხადა, პროექტი ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდება, რადგან ამ რეგიონში მაღალი ბუნებრივი კატასტროფების რისკი და ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობის დაცვას სტიქიური მოვლენებისგან. წარმოადგენს საკმაოდ მოწყვლად ქვეყანას ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მისი რელიეფისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ პროექტის შედეგად შესაძლებელი გახდება, რომ სვანეთის რეგიონში, ზემო სვანეთის რეგიონში, რომელიც საპილოტე რეგიონად იქნა შერჩეული, მოხდეს რისკების შეფასება. ასევე პროექტი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის შესაძლებლობების მაშველების მეხანძრეების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ზოგადად რისკების მართვის მიმართულებით.